შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 4000 ჯარისკაცის დანაკარგი განიცადა, თუმცა დაიკარგა თითქმის 450 თვითმფრინავი, 14 დიდი ზედაპირული საბრძოლო ხომალდი და 4 წყალქვეშა ნავი. მოკავშირე იაპონიამ დაკარგა 2500 პერსონალი, 150 თვითმფრინავი, 14 დიდი საბრძოლო ხომალდი და 1 წყალქვეშა ნავი. ტაივანმა ყველაზე მძიმე დანაკარგები განიცადა. დაახლოებით 20000 ჯარისკაცი დაიკარგა, თითქმის მთელი მისი ზედაპირული ფლოტი და საბრძოლო საჰაერო ძალების უმეტესი ნაწილი. გადარჩა მხოლოდ ის თვითმფრინავები, რომლებიც ჩიანშასა და შიზიშანში იმყოფებოდნენ. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩინეთის მიერ გუამზე დარტყმისა და ჩინეთის მატერიკულ ნაწილზე აშშ-ს საპასუხო თავდასხმების შემდეგ ომი ტაივანის კონფლიქტს გასცდა. ახლა ის აშშ ჩინეთის პირდაპირ დაპირისპირებად იქცა ბირთვულ ომში გადაზრდის მზარდი რისკით. ამ დაძაბულ ატმოსფეროში პეკინი და ვაშინგტონი რთული არჩევანის წინაშე დგანან. ამ მომენტში პეკინს შეუძლია მშვიდობისკენ სწრაფად დაიწყოს და ტაივანიდან თავისი ძალების გაყვანა დაიწყოს. ნაბიჯი, რომელიც სავარაუდოდ სი ძინპინის მმართველობას დაასრულებს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შიდა ქაოსს ჩააგდებს.